აჭარელი გლეხების პროტესტი რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი აქციების დაწყებით იმუქრება. მიზეზი გაუსაღებელი ციტრუსია. გასაღების ბაზრების სიმრავლის მიუხედავად აჭარაში მანდარინი ლპება. პრობლემები ექმნებათ იმ ოჯახებსაც, რომლებსაც ციტრუსი ქარხნებში უკვე ჩაბარებული აქვთ. მათ დიდ ნაწილს თანხა ახლაც არ მიუღია. ქობულეთში ციტრუსის ერთადერთ ქარხანასთან გრძელი რიგი დგას. გლეხები მანდარინის ჩაბარებას საათობით ელოდებიან. ორი დღე გაჩერებული ვარ და ვერც შიგნით გავდივარ, ვერც გამოვდივარ, ვარ მანდარინი ლპება, შეხვალ მერე პროცენტია და იმასაც რა აზრი აქვს, აქ ყოველ ამას წინათ რომ ჩამევიტანე, მე 5 დღეს ჩავაბარე, ნახევარი დალპა, იმის 10% მომცენ და რა გამევიდა. აქ ჩამოტანა ჟობია გადავყარო. ფერმერები ამბობენ, რომ ციტრუსის ფასი დაბალია. ზამთრის პერიოდისთვის საკმარისი პურის ფქვილის საყიდლად 1 კილოგრამი მანდარინი 40 თეთრი უნდა ღირდეს. წელს ციტრუსის რეალიზაციაში გლეხს ქარხანა 40 თეთრს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი კი 8 თეთრს უხდის. თუმცა გლეხების იმ ნაწილს, რომელმაც ციტრუსის რეალიზაცია მოახერხა, კუთვნილი თანხა ამ დრომდე არ მიუღია. მე და ჩემმა ცოლისმა ორივე მოვიტანეთ 5 ტონაზე მეტი. ჩავაბარეთ და ფული არ გვაქვს აღებული. რამდენად 12 კაპიკს ადრე ქარხანა იძლებოდა და 800 გამგეობა რიცხავთ. არც გამგეობიდან აჩარიცხული და არც ქარხნით. იმ შემთხვევაში თუ გლეხები გაყიდული მანდარინის საფასურს ვერ მიიღებენ, ორ დღეში ქობულეთში მასშტაბური აქციების გამართვას გეკმავენ. მე ციტრუსების პრობლემებს დღეს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე გაეცნო. ერთ რამეში შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ თუ მომავალშიც აი ასე მოუმზადებლად შეხვდა მთავრობა ციტრუსის სეზონს, ჩათვალეთ, რომ ქობულეთის რაიონის ერთადერთი დარგი, რომელიც შემორჩა როგორც კულტურა სოფლის მეურნეობაში, მანდარინი განადგურდება. მანდარინის გასაღების გარდა გლეხებს ციტრუსის გაფუჭებული მოსავალიც აწუხებთ. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაურ ფუტკარაძის ინფორმაციით, საფრთხე მინიმალურია, რადგან ქობულეთის ციტრუსის ქარხანა დღეში 200 ტონა მანდარინს იბარებს. გლეხები კუთვნილ თანხას სავარაუდოდ მომავალი კვირიდან მიიღებენ. ბიუჯეტიდან მეცტრუჟეებზე დასახმარებლად გამოყოფილი იქნა 1,5 მილიონ ლარი. განსაზღვრეთ, რომ 1 კილოგრამზე ეს იქნება 15 თეთრის ოდენობით, ანუ ჯამში იქნება 10,000 ტონა მანდარინზე გაკეთებული კომპენსაცია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პრევენციული ღონისძიებებისთვის წელს 2 პროგრამა იმუშავებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 57,000 ლარი დაიხარჯება.